რწმენის მოვლინებამდე რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით მომწყდეულნი, ვიდრე გამოჩნდებოდა რწმენა. რჯული აქ საუბარია პირველ რიგში რელიგიურ რჯულზე. და ხედავთ აქ როგორ რელიგიური რჯული გაქვს, რელიგიური ცხოვრება გაქვს და რწმენა არა გაქვს. რწმენა სანამ მოვიდოდა, მანამდე რელიგიური რჯული ქონდა. ლაპარაკია განკაცებული ღმერთის რწმენამდე. მაგრამ თუ შენ დღეს ეკლესიაში ქრისტესადმი ეს ცოცხალი რწმენა არა გაქვს, განკაცებული ღმერთის რწმენა არა გაქვს, რომელიც ადამიანის რელიგიურობას საერთოდ თავდაყირა აყენებს. მაშინ შენ რჩები რელიგიური ადამიანი და შენი შინაგანი მდგომარეობით ძველი აღთქმის კაცი ხარ, თუნდაც ახალი აღთქმის ეკლესიაში იყო. პავლე მოციქული მერე გვიხსნის, რომ რჯულიას გარეგანი მხარე, ჩვენი აღზრდელი არის, რომელმაც მიგვგვარა ქრისტეს, რათა რწმენით გამომართლებულიყავით. ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, ქრისტესთან კავშირი მქონდა. მისი ერთგული ვიყო, მას მივბაძო, მის ჩემ ცხოვრებაში დავინახო. ჩემს ცხოვრებაში ქრისტე უნდა დავინახო. როგორ არის ჩემ ცხოვრება? ერთი ღერით მე რო არ დავარდება მისი განგებულების გარეშე, მის და მინ ნდობა ვისწავლო, თუ მას არ ვენდობი, რწმენა არ მაქვს ვიცოდეთ და ნდობიდან მე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება ყველაზე მთავარი რაც არის, სიყვარული. სიყვარული თუ გაჩნდა ჩემი ქრისტესადმი, თუ გინდა ცოცხლად გამატყავე, აღარაფერი პრობლემა აღარ მაქვს. იმდენად მძლავრია ეს გრძნობა ღმერთისადმი. და რადგან ჩვენმა გარეგანმა აქ თუნდაც აქ რო ვდგავართ, რომ უნდა მიგვგვაროს ქრისტეს და რადგან ჩვენ ქრისტესადმი სიყვარული კი არა, ნდობაც არა გვაქვს ბოლომდე. შესაბამისად, ჯერჯერობით ეს მისია ამ გარეგანოს ჯულს არ შეუსრულებია. და რწმენის მოვლინების შემდეგ, ისტორიულად, ქრონოლოგიურად, ძველი აღთქმიდან ახალი აღთქმაში შემოდის ხო ადამიანი და დღევანდელ პერიოდში, როცა ადამიანი მართლა უკვე ქრისტესთან კავშირს და კომუნიკაციას ამყარებს, ეს არის ჩემთვის ძველი აღთქმის პერიოდი დამთავრდა, ღმერთი რო ვირწმუნე. ეს ძველი აღთქმის პერიოდია, გესმით, გარეგნულის ჯული რა უნდა შევასრულო და 10 მცნება და ასე შემდეგ და რაღაც საშინელ ცოდებს თავი დავანებო, რო არ დავისაჯო და ესე იგი ეს ძველი აღთქმის პერიოდი მიდის ჩემს სულში და გულში და მე ნელ-ნელა რო ქრისტესად მინდობაც, სიყვარული, მის და მიმბაძველობა, მიბაძვა, მიმსგავსება, ეს ყველაფერი პროცესი რო იწყება, ხო? აი მე უკვე ეს ხისტი კანონი რომ დაისჯები თუ ეხლა რაღაცას აღარ მჭირდება, აი მაგალითად აღარ მჭირდება კანონი, რომ არა იმრუშო, იმიტომ რომ ქრისტე გულში მყავს და რა მომრუშებს. აღარ მჭირდება კანონი, რომ დედმამას პატივი ეციო, მეუნება 10 წნებაში, ეს ძველი აღთქმა, იმიტომ რომ დედმამას კი არა. მოხუც ადამიანს რომ დაინახავ, იმასაც კი სიყვარულით ექცევ, იმიტომ რომ გულში ქრისტე ყავს. გესმით რა შეასაკო? აი ეს აი აქედან ამიტომ თავისუფლდება, ზოგს გონია რომ ესე იგი ჯულისგან თავისუფალი რაც გინა ისქენი. არა. როგორ რაც გინა ისქენი, ქრისტე ყავს გულში და ვეღარ იზავ იმას. გესმით, ვეღარ იზავ. შეუძლებელია. ქრისტეს თვალებით იყურები. აი ამას ნიშნავს. და ასე დროს აღზრდელის მეთვალყურეობა, ანუ ეს ხისტი კანონი აღარ გჭირდება, რატომ მე? რადგან ყველანი ღვთის შვილები ხართ იესო ქრისტეს რწმენით, ღმერთის შვილი ხდები, არა სახელდებით, არამედ ნამდვილად.